გეგმა, რომლის მიზანიც განათლების სივრცის პარტიაზე დაქვემდებარებაა, ასე აფასებენ სპეციალისტები ოცნების ეგრეთ წოდებულ რეფორმას. დაგეგმილ ცვლილებებს პროფესორ-მასწავლებლები და მშობლები აპროტესტებენ. ისინი ამ თემაზე სასაუბროდ თესაუს პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ. კონკრეტულად რა რისკებს ხედავენ ისინი, ნანო ჩაკვეტაძე გვერდება შეფასებებით პირდაპირ ეთერში. და განათლების დეფორმა, სწორედ ასე უწოდებენ იმ ცვლილებებს პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც ამ წუთებშიც განიხილავენ ქართული ოცნების დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, როგორც ეს დაანონსებული იყო, თავად პროფესორ-მასწავლებლები, აბიტურიენტების მშობლები, სტუდენტები შეიკრიბნენ, მათ განიხილეს ეს რეფორმებად შეფუთული, მათი თქმით, დრაკონული ცვლილებები განათლების სისტემაში, ავტონომიურობის მაქსიმალური შეზღუდვა და თავისუფლების მოსპობა აკადემიურ სივრცეებში. მათი აზრით, სწორედ ეს არის მთავარი мотиваცია, რატომაც ქართული ოცნება ამ ცვლილებების მიღებას დაჩქარებული წესით აპირებს, ასევე ისინი გამოეხმაურნენ პროფესორ-მასწავლებლები, გამოეხმაურნენ განათლების მინისტრის რეპლიკას, როდესაც მან თქვა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, რომ ექსპერტად ყველას მოაქვს თავი, ვისაც ორი წიგნი აქვს წაკითხული, ვინ არიან ის ეგრეთ წოდებული ექსპერტები, ამ შეკითხვას სვამენ ახლა განათლების სფეროს სპეციალისტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ რეფორმებად შეფუთული ცვლილებების დაგეგმვაში და მიიღებენ მონაწილეობას მათ აღსრულებაში. ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელსაც ახლა სვამენ განათლების სფეროს სპეციალისტები, რომლებიც უკვე ბევრი წელია იკვლევენ ქვეყანაში ამ მიმართულებას. ისინი ამბობენ, რომ ყოველგვარი დისკუსიის, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე ქართული ოცნება თვითნებურად იღებს დრაკონულ ცვლილებებს ამ სისტემაში. დღევანდელი სხდომა ეს იყო საკუთარი თავის უპატივცემულობა და დაცინვა საკუთარი თავის. მე იმ სპორტსმენებს გულისხმობ, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს სწავლასთან. მათ შორის ისინი, რა ვიცი, სკოლის მოსწავლეები შეიძლება არ ყოფილან იმ სახით, რა სახითაც ჩვენ შვილებს თხოვთ, მათ ქონდა თავის საქმე სპორტს და სპორტს ემსახურებოდნენ და მიხედონ ამ საქმეს. ეს უკეთესი იქნება გაცილებით და ამის საპასუხოდ კიდევ ვიტყვი იმას, რომ როდესაც ამბობენ, რომ არ არიან ექსპერტები, მაშინ ამ ადამიანებს რა უნდათ, რომ ლაპარაკობენ ასე ხმამაღლა, ასეთი მაღალი ტრიბუნებიდან განათლების საკითხებზე. ძალიან საინტერესოა, ამბობენ, რომ ექსპერტები ვინ არიანო და რატო ეძახიანო ექსპერტებს და ძალიან კარგი კითხვაა და ასევე ძალიან კარგი იქნება, რომ თვითონ ვკითხოთ, ვინც ეს კონცეფცია შეიმუშავა, ვინ იყვნენ ის ექსპერტები, თუ კი ვთქვათ, ვინც აკრიტიკებს, ისინი არ არიან ექსპერტები, ვინ არიან ის ექსპერტები, ვინც იყვნენ ჩართულები, ზუსტად ამას მოვითხოვთ რამდენი ხანია. ვინ იყვნენ ის ექსპერტები და რა ექსპერტული ცოდნა, გამოცდილება ჰქონდათ, ვინც მიიღეს მონაწილეობა აი ამ კონცეფციის შემუშავებაში. რა მონაცემებზე, რა კვლევებზე, რა მტკიცებულებებზე, რა თეორიულ გნებავთ მასალაზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე მიიღეს დაფუძნებით მიიღეს გადაწყვეტილებები აი ამ თითოეულ პუნქტში. როგორც მშობელი, როგორც სტუდენტის, ასევე სკოლის მოსწავლის, პირდაპირ მეხება ეს თემა. რადგანაც მე შევატყვე, რომ აქ საუბარი არის იმაზე, რომ სახელმწიფო ხელით ეხება ადამიანის არჩევანის უფლებას. როდესაც ადამიანს უზღუდავ არჩევანის ნებას, ის უკვე რაც არ უნდა გზაზე წავიდეს, ის მისთვის არის იძულება. და სწავლა იძულებით არ ხდება. შედეგი მსოფლიო პრაქტიკულად აჩვენა, რომ ასე დროს შედეგი არის ნული. არ არსებობს ადამიანმა ძალით ისწავლოს. ერთადერთი შანსი თუ მინდა რომ ისწავლოს, ესე უნდა იყოს მისი ნება და თუ ის მიდის თავის ნების საწინააღმდეგოდ, მერე სხვა ქალაქში რაც არ უნდა კარგი ვარიანტი შესთავაზო, ის მაინც არ ისწავლის და ისწავლის დიპლომისთვის. დისკუსიები განათლების სისტემაზე იქცევა, როგორც ჩანს ტრადიციად, ყოველ სამშაბათს ზუსტად ამ ადგილას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შუადღის 3 საათისთვის ტრადიციულად შეიკრიბებიან უკვე მომდევნო კვირებიდან მოსწავლეები, მოსწავლეების მშობლები, აბიტურიენტები, ასევე მათი მშობლები, პროფესორ-მასწავლებლები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან და იმსჯელებენ, ასევე გააპროტესტებენ რეფორმებად შეფუთულ ცვლილებებს, რომელსაც ქართული ოცნება დაჩქარებული წესით განიხილავს.